მოგესალმებით მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია გადაცემა თანამედროვე მეურნე. მე კი მისი წამყვანი მარიამ ფირცხელიანი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამები. რა დაზღვევაში გვეხმარება, რის დაზღვევაში გვეხმარება სახელმწიფო და რა პროცედურების გავლა ამისთვის საჭირო და რამდენად მომგებიანია დღეს ფერმერებისთვის აგროდაზღვევა. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მოწვეული ყავს სტუდიაში პირველი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გიგოლეიშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. და გადავალ კითხვაზე. კი ბატონო. რა მიზნებს ემსახურება აგროდაზღვევა? აგროდაზღვევა ჯერ მოკლე ისტორიასავით ვიტყვი რა საქართველოში აგრორისკების დაზღვევა იყო სრულიად განუვითარებელი. ეხლა არის პრეცედენტი იმისი, რომ სახელმწიფომ რაღაც ინიციატივა ბიძგი მისცეს ამ დაზღვევის განვითარებას. როგორც დაზღვევის ყველა სხვა სახეობა, ეს არის რისკების შესამცირებლად. ადამიანი ელის, ფერმერი, ბიზნესმენთა ჯგუფი ელის მოსავალს ამ შემთხვევაში ამ აგროპროექტში მემცენარეობის რისკებზეა გამახვილებული ყურადღება ელის მოსავალს. ამ დროს ხდება რაიმე სახის სტიქიური უბედურება, ან რაღაც სხვა სახის რისკი დგება და იკარგება მოსავალი, იკარგება ამ მოსავლის მოყვანაში ჩადებული ინვესტიციები, ფული, იკარგება საბრუნავი საშუალებები, მოკლედ მთელი შრომა, ენერგია, რესურსი არის ამ სტიქიური უბედურების გამო დაკარგული. დაზღვევა სწორედ იმის საშუალებას აძლევს ამ ფერმერს, შინამეურნეობას, ბიზნესს, რომ ასეთი რისკები შეამციროს ამისი უარყოფითი შედეგები, აი დავუშვათ განადგურდა მოსავალი, ეს გლეხი, ეს შინამეურნეობა, ეს ბიზნესი სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს რაღაც თავისებურად ითვლება, მაგრამ დაახლოებულ თანხას რაც ღირდა ეს მისაღები, მაგრამ სტიქიური უბედურების გამო განადგურებული მოსავალი. ბუნებრივია, მას უჩნდება ფული იმისათვის, რომ არა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა, არამედ თქვა თავიდან დაიწყოს თავისი აგროსაქმიანობა, თავისი ბიზნესი იყოს უწყვეტი, მოკლედ არ იყოს ეს თუნდაც ერთი გლეხის ან თლიან რაღაც ბიზნესის ფინანსური შედეგები დამოკიდებული მხოლოდ რაღაც სტიქის, ამინდის კაპრიზებზე და ამ შემდეგ. დაზღვევა გვეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს რისკი ჩვენი ბიზნესის ან ოჯახის რაღაც შინამეურნეობის, აგროსაქმიანობის შეჩერებისა. ბატონო გიორგი, დაზღვევის პრობლემა თუ არსებობდა? დაზღვევის პრობლემა არსებობდა და გეტყვით რა არის ამისი ძირითადი მიზეზები. დაზღვევის პრობლემას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში აგრორისკების უდიდესი ნაწილი იყო დაზღვევის გარეშე. მოხდებოდა რაღაც თქვა სეტყვა, მორჩა განადგურდა მოსავალი, არავინ იყო ამის ამნაზღაურებელი. თითქმის ყველას გულისხმობ, თორე ორიოდე კინკილა პოლისი კი ტრიალებდა ეხლა საქართველოში. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი ფერმერები და აგრობიზნესმენები ლომის წილი იყვნენ დაუზღვევლები. ეხლა ხდება რა ამის მიზეზები რა არის? პირველ რიგში აგრორისკების, კი ბატონო. დღეს რა ისინი გვაქვს სიტუაცია? დღეს რა სიტუაცია გვაქვს და გეტყვით, ჯერ დაზღვევის ფასი არის საკმაოდ მაღალი. საერთოდ მთელ სოფლიოში საქართველოს არ ეხება. ეხლა წარმოიდგინეთ, გლეხი თუ ელის პირობითად ვამბობ 100.000 ლარის მოსავალს, მან უნდა გადაიხადოს 6-15% ამ მოსავლის ფასის და წარმოიდგინეთ, რომელი გლეხი ან თუნდაც ფერმერი და ბიზნესმენი გადაიხდიდა 6.000 ლარს და 15.000 ლარს დაზღვევაში. ერთი სიძვირე ამ პროდუქტის და მეორე ეგრეთ წოდებული სადაზღვევო კულტურა, ანუ არ ვიცით რა არის სადაზღვევო პოლისი, სადაზღვევო დაფარვა და ამ შემდეგ და ეხლა იწყება. რა გააკეთათ თქვენ რომ მკითხეთ მარიამ, რა არის დღევანდელი სიტუაცია როგორია? სახელმწიფო მისცა ბიძგი, ანუ არც ერთ ქვეყანაში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები რომ ჩამოთვალოთ, ამერიკის შეერთებული შტატები, თუნდაც იაპონია, კანადა, ესპანეთი, სამაგალითო ქვეყნები სოფლის მეურნეობის რისკების დაზღვევაში, ხდება რა იქაც კი სახელმწიფომ დაიწყო ამ სისტემების განვითარება და სახელმწიფოა იქაც ჩარეული ამ აგრორისკების დაზღვევაში. საქართველოში რა ხდება? 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო სახელმწიფო პროგრამა აგრორისკების დაზღვევისა, რომლის ძირითადი მოდელიც ის არის, რომ სახელმწიფო თავისი ფინანსური რესურსით აფინანსებს ამ დაზღვევას, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ დაზღვევის ფასი ის რაც ღირს, თქვათ 14% მომავალი მოსავლისა, რაც უნდა გადაეხადა ამ მოსავლის მოყვან ფერმერს, აქედან შეიძლება 10%-ს იხდიდეს
სახელმწიფო და მხოლოდ რაღაც 2-4% ქონდეს დარჩენილი გადასახდელი, საკმაოდ დიდი შეღავათია, ხო, ფერმერისთვის. ზოგიერთ სახეობაში, ვთქვათ, შეიძლება იყოს მხოლოდ 0.5% გადასახდელი ფერმერის მიერ და 6%-ს უფარავს სახელმწიფო. ანუ სახელმწიფო ლომის წილს აი ამ დაზღვევის შესასყიდი ფასისას უნაზღაურებს ფერმერებს და ეს რას ნიშნავს? თუ კი მე უნდა გადამეხადა 10,000 ლარი, რჩება 1,000 ლარი გადასახდელი. პირობითად ვამბობ, 900 მიფარავს სახელმწიფო. სახელმწიფო. რაიმე პრობლემებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს თვითონ რაიმე პირობები, კი, პირობები არის პირველი მემცენარეობა, მეცხოველეობა არ შედის ამაში. და თვითონ ის ნაკვეთი, ის მიწა, სადაც უნდა მოვიდეს ეს მოსავალი, უნდა იყოს აუცილებლად იურიდიულად აღრიცხული სამართლებრივი ფორმა. ეხლა თუ ჩემია მიწა რაღაცნაირად უნდა დასტურდებოდეს, ხო, ან სარგებლობის უფლება მაქვს, ან საკუთრების და უნდა იყოს საკადასტრო კოდი მასზე მინიჭებული, ან GPS კოორდინატები დაფიქსირებული. და ესენია წინაპირობები იურიდიულად რა უნდა იყოს დაკმაყოფილებული და დანარჩენი ეხლა უკვე ფერმერს და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობების საკითხია. იქ რისკებს ვინ როგორ შეაფასებს და რა ფასად დააზღვევს და ასე შემდეგ. ესენი არის თქვენ რომ ახსენეთ სახელმწიფო პროგრამა აი იმ სათანადო დადგენილებაში გაწერილი ყველაფერი სადაზღვევო კომპანიებმა იციან ეს და ნელ-ნელა უკვე ფერმერებამდე მიდის დაზღვევის ეს სახეობა. და თუ ამ პირობებს აკმაყოფილებენ, უზღვევენ ხო ყველა ფერმერს? გეტყვით მონაცემებს, მე პირადად მეარც კი ველოდი ესეთ შედეგებს. 1 სექტემბრიდან დღემდე გასული არის 3 თვეზე მეტი, თითქმის 4 თვე და უკვე 20,000 პოლისია გაცემული და ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი თითქმის ნულიდან არის ეს თემა დაწყებული და ამ 3.5 თვეში საკმაოდ კარგი ტემპით მიდის. ეს პროგრამა 20,000 პოლისი მანამდე ერთ წელიწადში არ გროვდებოდა ხოლმე მთლიანად საქართველოს რომ დაგვეთვალა და მე მგონი საკმაოდ ისეთი კარგად გადადგმული ნაბიჯია. მე თრამეს რამდენია ეს გაცემული თუ აი ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ წლის ბოლოს იქნება ესეთი კონკრეტული სტატისტიკური მასალები, ამას ახორციელებს ეს დაზღვევის ადმინისტრირება არის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კომპეტენციაში შედის. ეს ორგანიზაცია ალბათ უნდა სრულდება ეს წელი. რამდენიმე ხნის მერე ამ სტატისტიკას გამოაქვეყნებს, მაგრამ პროგნოზი მინდა გავაკეთო შემდეგი. მარნეულის მუნიციპალიტეტი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონი სოფლის მეურნეობის სფეროში და სადაც აქტიურობა ბუნებრივია სადაზღვევო პოლისიც მეტი იქნებოდა, იქ მეტი, შესაბამისი იქნებოდა ამ აქტიურობის. ცოტა არ იქნება ესე რომ თქვა, საკმაოდ ისეთი კარგი წილი ექნება ალბათ მარნეულის მუნიციპალიტეტს, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. და ჩვენთან ეს აზერბაიჯანელები რო ცხოვრობენ, ინფორმაცია როგორ მიდის მათთან? ვინ აგებინებს ამას? კი ბატონო. სადაზღვევო კომპანიები ეხლა დღეისათვის ამ პროგრამაში ჩართულია 4 სადაზღვევო კომპანია. ესენი არიან ალდაგი, GPI ჰოლდინგი, ირაო და IC გრუპი. ეს 4 კომპანია ახორციელებს ამ დაზღვევას, მათ ყავთ აგენტები. ეხლა ვის როგორი მარკეტინგი აქვს, ვინ როგორ მიდის, როგორ აღწევს ფერმერამდე, ვინ ბუკლეტს ბეჭდავს, ვის აგენტები ყავს თავისი, ეს უკვე კომპანიების საქმეა. მთავარია ის, რომ შეიძლება ზოგი ბანკის საშუალებით ცდილობს ამის გაკეთებას, ზოგიერთი, რა ვიცი, ეხლა სარეკლამო აბრას გამოაკრავს. ჩვეულებრივ როგორც დაზღვევა ეხლა იყიდება, აგენტები დადიან ვიღაც ცნობილ პიროვნებას, ან სოფლის ბირჟაზე იტყვიან, ან უბრალოდ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები არსებობს და იქ მიდის ფერმერების დიდი წილი. სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის გავრცელებაში. სახელმწიფო ეხლა რაღაც სარეკლამო კლიპები იყო თუ არ ვცდები ამის თემაზე, მაგრამ ისე რომ სახელმწიფო მივიდეს თითოეულ ფერმერთან და რაღაც თვითონ იმუშაოს. ეხლა ვნახოთ, კი თქვენ რაც მკითხეთ მესმის აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის, ეგ უკვე სადაზღვევო კომპანიას აქვს თავისი ბიზნეს ინტერესი. ამაში მან გარდა იმ თავის პირდაპირ საქმიანობის დაზღვევისა, ფული უნდა გააკეთოს, ესე რომ ვთქვა და ეს უკვე მის მოხერხებაზეა. კი ბატონო, ქართული გინდა, ქართულად დაელაპარაკე, ქართულენოვნად მოლაპარაკე აგენტი შეგიძლია დაიქირავ. აზერბაიჯანულ სექტორზე გადიხარ, შეგიძლია აზერბაიჯანულენოვანი აგენტები დაიქირავ. ეს უკვე მათ შნოზე, მარიფატზე და მოხერხებაზეა დამოკიდებული და ერთ რამეს გეტყვით, სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ კარგად აქვთ დახვეწილი აი ეს თავისი პროდუქტების გაყიდვის თემა და ეს
ენობრივი და სხვა ფაქტორები არ გამოეპარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაზღვევაში ახლა მე სხვა ფაქტორები არ ვიცი, თქვა დაზღვევა და ეროვნული კუთვნილება ერთმანეთთან რა ურთიერთდამოკიდებულებაშია, მაგრამ არის აზერბაიჯანელი ფერმერი, ისინიც იქნებიან მოხვედრილები ამ პროგრამაში და ექნება თავისი პოლისები. არის ქართველი ფერმერი, არის სხვა ეროვნების ფერმერი, დაზღვევამ არის ეროვნება, ყოველთვის იპოვიან გზას, რომ თუ არის ენობრივი ბარიერი, კარგად მიიტანონ და თავის ენაზე ყველას გააგებინონ ეს თემა. პრობლემას მე ამაში ვერ ხედავ. და რას გვიძღობს სახელმწიფო, მასეც რომ გეტყვით, ეს არის კი, თითქმის ყველა სახის მოსავალი მემცენარეობაში და რისკები ეს არის სეტყვა. ეხლა იმ დადგენილებაში განმარტებულია თითოეული რისკი, ამას არ ჩავეძიები აქ. არის ჭარბინალექი, ნუ მოვიდა ისეთი წვიმა ვაუხეშებ ამას, უხეშად გადმოცემ, რა თქმა უნდა, დადგენილების ენით არ ლაპარაკობ. მოვიდა ჭარბინალექი, არის თავსხმა წვიმა და გააოხრა ნიადაგი, გააოხრა წალეკა, თქვათ, მიწის ზედაპირი, ფიზიკურად დააზიანა ის მცენარეები, რომელიც მომავალში მოსავლად უნდა ქცეულიყო და ამ დროს განადგურდა ან დააზიანდა, შემცირდა მოსავლის რაოდენობა. ამაში შედის გარდა მიწისძვრის, უკაცრავად, გარდა სეტყვისა და ჭარბინალექისა, შედის ასევე ქარიშხალი. ქარიშხალი ახლა აღარ მოვყვები, მანაც შეიძლება ფიზიკურად დააზიანოს ის მცენარეები, ან შეიძლება უბრალოდ ნიადაგი ისე გააფუჭოს, რომ ხელი არ შეეწყოს მერე ამ მცენარის აღმოცენებას და ამ შემდეგ და შედის ოღონდ მხოლოდ ციტრუსებისათვის საშემოდგომო ყინვა, ვიცით რომ ციტრუსებია იმ შემოდგომაზე და ნაადრევმა ყინვამ რომ გააფუჭოს მოსავალი, ეს რისკია ჩადებული. მე იმას ვიტყვი მარიამ, რომ ეს არის საქართველოში პირველი პროგრამა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, შესაბამისად ეხლა ჯერჯერობით ეს ეყრდნობოდა წინა წლების რაღაც სოფლის მეურნეობაში არსებულ წინა წლების სტატისტიკას, მაგრამ სადაზღვევო სტატისტიკა ნაკლებად იყო. ეხლა რა მოხდება? ერთი წლის დაზღვევა სპეციფიკური საქმეა, ერთი წლის შედეგები მაინც უნდა შეჯამდეს და ალბათ ამ შედეგების შეჯამების მერე სახელმწიფო იფიქრებს იმაზე, რა იყო აქ ძლიერი მხარეები ამ დაზღვევის, რა იყო სუსტი მხარეები, თქვათ აკლდა რომელიმე რისკი ან რომელიღაც ნაწილი იგივე მეცხოველეობა არ არის ამაში ჩასმული და მონიტორინგს ამაზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ეს თავიდან ბოლომდე განმახორციელებელიც თვითონ არის, როგორ მიმდინარეობს პროექტი, აღრიცხვიანობაც მის ხელშია, კი ბატონო. სახელმწიფო 100%-ით თუ ანაზღაურებს? 100%-ით არა. აქ სადღაც დაზღვევის ზოგიერთ სახეობა ის ბოდიში, ზოგიერთი მცენარეული კულტურისთვის სადღაც თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 90%-ზე მეტიც არის. ანუ თუ 10 ლარია პირობითად გადასახდელი, 9 ლარს სახელმწიფო იხდის, 1 ლარს ფერმერი, მაგრამ 100%-ით დაფინანსებული არ არის. აქ სხვა შეზღუდვებია, მარიამ კიდევ ვინც გისმენს. და რა პაკეტები არსებობს, ბატონო გიორგი? პაკეტი მხოლოდ ერთია, ეს არის მემცენარეობაზე ორიენტირებული, თავისი ტარიფებია განსაზღვრული, არის განსაზღვრული ნორმატივები იმისა თუ საშუალოდ რამდენია მოსავლიანობა 1 ჰექტარზე და ტერიტორიებით არ არის ეს დაყოფილია, სხვა ფაქტორები არ შედის. მემცენარეობის კულტურებია ჩამოთვლილი, არის სათანადო ტარიფები ჩამოთვლილი, მერე განსაზღვრულია რამდენს იხდის აქედან სახელმწიფო და თვითონ ფერმერი და რაღაც სხვადასხვა ნორმატივები. ეს არის ერთი ცალი პაკეტი, ოღონდ ვისაც მოყავს ნესვის ნორმატივით და ტარიფებით ხელმძღვანელობს, ვისაც ყურძენი მოყავს მევენახეობა სხვანაირად რეგულირდება, მაგრამ მთლიანობაში მხოლოდ ერთი პაკეტია, უბრალოდ განსხვავდება მემცენარეობის რაღაც კულტურები ერთმანეთისგან. ბატონო გიორგი, მეცხოველობის სექტორის დაზღვევა თუ ხდება? არ ხდება ამის დაზღვევა, როგორც წეგამ თქვი, მაგრამ იმას ვამბობდი, რომ ერთი წლის შედეგების შეჯამების მერე აიწონება მიღწეული შედეგები და ისიც თუ რა იქნებოდა კარგი, რომ გაკეთებულიყო და არ გამოურიცხოთ ეხლა დღეს თუ არა ხვალზე თუ რაღაც დროის გასვლის მერე, ალბათ მეცხოველეობაც გატარდება ამ დაზღვევაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის დაზღვევაც? უმნიშვნელოვანესია. ეხლა არ გაქვს აგროდაზღვევა, სუსტია შენი აგროსექტორი, ესეა ხო, ერთმა სიტყვამ შეიძლება მოსპოს მთელი რეგიონის მოსავალი და მორჩა ეს დაკარგული ფული, დაკარგული შრომა, იქ პესიმისტური განწყობა და ასე შემდეგ. აი იმას ვამბობ, გავიმეორებ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, ძლიერი აგრო ქვეყნები, რომლებიც არიან, იქაც კი სახელმწიფოს
ჩარევის გარეშე არ მომხდარა ამ სისტემის აღორძინება და აღორძინება კი არა, საერთოდ დაზღვევის განვითარება. და საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ამის კეთება. თავარი აქ პრეცედენტი ის არის, რომ ეს იყოს პირველივე წელს ვერ იქნება იდეალური პროგრამა, მაგრამ ეს იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ შევქნათ საქართველოზე მისადაგებული ძალიან კარგი აგრორისკების დაზღვევის პროგრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეცედენტი არის უკვე იმისი, რომ სახელმწიფო თავის რესურსით ზრუნავს დაზღვევის ამსახელობის განვითარებაზე. მადლობა ბატონო გიორგი. რა პროცედურები უნდა გაიაროს ფერმერი, რომელიც ძალიან მარტივია. ეთერს უსმენს. კი ბატონო, ძალიან მარტივია. ეს სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ჩამოთვალე, უნდა მიმართონ ამ კომპანიებს, ალდაგი, GPI ჰოლდინგი, IC ჯგუფი და ირაო, ან და კაი კონსულტაციას გაუწევენ, მე როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად მუშაობს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები, ან დარეკონ სააგენტოს ნომერზე, თბილისის ნომერია 247-01-01 და იქიდან შეუძლიათ ინფორმაციის მიღება და კოორდინატების მიღება და მერე უკვე ეს არის დაზღვევის მსურველს და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობის საკითხი. მთავარია გავიდნენ სადაზღვევო კომპანიამდე და დანარჩენი ახლა რაიმე ისეთი განსაკუთრებული პროცედურა დროში გაწელილი არ იქნება. სადაზღვევო კომპანია შეაფასებს რა ხდება იმ ტერიტორიებზე, რამდენია სავარაუდო მომავალში მისაღები მოსავალი, იქ გაფორმდება კონტრაქტი, სადაც ტარიფები განისაზღვრება და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ჩვეულებრივი პროცედურებია ყოველგვარი დროში გაწელვების და რაღაც დამატებული ბარიერების გარეშე. ბატონო გიორგი, ახლა ვნახოთ ადგილობრივ დონეზე მარნეულში როგორ მუშავდება ეს აგროდაზღვევის დაკავშირებით. მოვისმინოთ მარნეულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლის ჯუმბერი შუბითიძის კომენტარი. ჩვენ წარმოდგებით მარნეულის რაიონის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტი. აგროდაზღვევის სისტემა ერთ-ერთი წარმატებული დაზღვევა არის მარნეულის რაიონში. უშუალოდ ჩვენი მოქმედებით და თანადგომით მარნეულის რაიონში დღეისათვის დაზღვეულია 217 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მათ შორის არის დაზღვეული როგორც მრავალწლიანი კულტურები, ასე ბოსტნეული და ერთწლიანი კულტურები. ეს ნამდვილად ისეთი დაზღვევის სისტემა არის, ეს მისაღებია აბსოლუტურად ყველა მეწარმისათვის და გლეხებისათვის. დაბალ პროცენტიანი. ეს გამოიხატება იმაში, რომ თითქმის 1 ჰექტარის ვაზის დაზღვევის შემთხვევაში საჭირო არის მხოლოდ და მხოლოდ 6-დან 7 ლარამდე 1 ჰექტარის დაზღვევა თანადაფინანსების შემთხვევაში. ეს დაზღვევა კარგად იმუშავა რაიონში. ჩვენ გეგმავთ მომავლისთვინაც დაზღვევის სისტემამ იმუშაოს და მივიღეთ ინფორმაცია რომ ამუშავდება. ასევე წარმოდგენილი არის აგროდაზღვევის ახალი ბროშურები, რომელიც დაურიგდება მთლიანად რაიონში ყველა საკრებულოებს და მიეწოდებათ მეწარმეებს და გლეხებს. შიგნით ნაჩვენებია რა შემთხვევაში მოხდება დაზღვევა, რამდენი პროცენტით და განისაზღვრება დამზღვეველი და პროცენტული მისი შემადგენლობა ყველა კულტურაზე სათითაოდ სალცაკე. ნამდვილად მისაღებია ეს დაზღვევა რაიონისათვის და მთლიანად გლეხისა მეწარმისათვის. მარნეულის რაიონში ძირითადად დაეზღვა ერთწლიანი კულტურა. მათ შორის არის დაზღვეული მარცვლეული კულტურები. ესე იგი, სააკეტოს თანადაფინანსება ხდება 6%-ის. ამას ემატება დამზღვევის თანადაფინანსება 0.5-დან 2%-მდე. სადაზღვევო პრემიის ტარიფის ზედა ზღვარი არის 8%. ეს ნამდვილად მისაღებია. ასე ხდება შემდეგ პარკოსან კულტურაზე, ბოსტნეულ კულტურაზე, ბაღჩეულ კულტურაზე, ვაზი, ხეხილი, კენკროვანი კულტურებით. კენკროვანი კულტურაც კი დააზღვეს რაიონში თითქმის ჰექტარ ნახევარი. სახელმწიფო იხდის 6%-ს, დანარჩენს იხდის თანადამფინანსებელი და მთლიან ჯარში ეს არის ძალიან მისაღები მოსახლეობისათვის. მარნეულის რაიონში დაზღვეული იქნა ერთწლიანი კულტურები, მათ შორის ხორბალი. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დაზღვეული 1 ჰექტარი ხორბალის 3 ტონა მოსავალზე, კილოგრამი 0.54 ლარა და დადგა ზარალი 100%-ით, 3000 კილოგრამი გაბრალებული 0.54 ლარზე ეს შეადგენს 1620 ლარს.
აგინაზღაურდებათ ამ შემთხვევაში 1620 გამოკლებული 10%. ის 10%, რომელიც თანადაფინანსებით მოხდა და ეს მაშინ მივიღებთ 1458 ლარს, ეს მაშინ როდესაც თქვენი და ჩვენი სადაზღვევო გადაიხადეთ მხოლოდ 8 ლარი. ეს არის ნამდვილად მისაღები სოფლის მეურნეობისას ძირითადად დიდ სარგებელში მოდის გლეხი. ინტერესი გამოიწვია ძალიან დიდი ასეთმა დაზღვევამ რაიონში. იცით რა როგორც ძველი პერიოდის გამოცდილებიდან აქვთ ინფორმაცია მიღებული მოსახლეობას, ერიდებოდა ყველა დაზღვევის, აგროდაზღვევის დაზღვევაში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობა. ეს ისეთი კარგი ახსნით, კარგი ინფორმაციით და მისაღები ხალხისათვის, რომელიც ჩვენ მოგვიხვდა უშუალოდ კონტაქტური შეხება ჰქონდა მოსახლეობასთან, ნამდვილად მისაღები არის. ურჩევდით, რომ ფერმერებმა, რომელიც წარმოდგებიან დიდი ფართობით 50 და მეტი ჰექტრით და დაახლოებით გააჩნიათ მას მრავალწლიანი კულტურები, ყველა მიიღოს აგროდაზღვევაში მონაწილეობა. ეს მათ დიდ სარგებელს მოუტანს. ეს სადაზღვევო კომპანიები არის აისის ჯგუფი, ეს არის შემდეგ საერთაშორისო კომპანია ირაო, ალდაგი, ქართუ, კომპანია ქართუ და ჰოლდინგი, GPI ჰოლდინგი. ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია აგროსექტორისთვის აღნიშნული პროგრამა? დაზღვევა ყველა სფეროში, ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა თუ ავიღებთ იმას, რომ საქართველოში 2013 წლიდან განსაკუთრებით 2013 წლის დასაწყისიდან მიდის ისეთი პროგრამები, რომლებიც ზრდის ფერმერების ხელმისაწვდომობას ფულზე. ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და კიდე სხვა პროექტები რა. აქ აგროსექტორი იზრდება ინვესტიციების რაოდენობა, იზრდება აქ ჩართული ადამიანების და ბიზნესმენების რაოდენობა, წარმოიდგინეთ, იზრდება შესაბამისად რისკებიც, რაც უფრო მეტია, თქვათ, მოსალოდნელი, მით უფრო მეტია, ხო, იმის შანსი, რომ მეტი მოსავალი დაიკარგოს, თუ მოხდება პირობითად ვამბობ სეტყვა ერთ-ერთი რისკი, რაც შედის ამ დადგენილების მიხედვით აგრო რისკების დაზღვევის პროგრამაში და თუ შენ გინდა გაძლიერდეს შენი აგროსექტორი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც უნდა იყოს, ბაზრებზე ზრუნვაც უნდა იყოს, იქ თქვა ცოდნის გავრცელებაზეც უნდა იყოს, ზრუნვა წეღანურ ვახსენე, ხო, იქ საკონსულტაციო, საინფორმაციო სამსახურები და ეხლა დაზღვევა თუ არა გაქვს, ეს ყველა სექტორისთვის არის უსუსტესი ადგილი და სოფლის მეურნეობა ეხლა იწყებს საქართველოში განვითარებას და თავიდანვე ეს რისკის და საფრთხის ქვეშ დააყენო, ამას ჯობია მართლა ეს პროგრამა რომ არის ჩართული, კონდეს. დაზღვევა ყოველთვის არის მთელი საზოგადოების და ერთი კონკრეტული ფერმერის, ამ შემთხვევაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ფინანსური უსაფრთხოების ძალიან კარგი ინსტრუმენტი. დღემდე ამისთანა 1-2 ინსტრუმენტი აქვს სულ კაცობრიობას მოგონილი. დაკარგა ფერმერმა მოსავალი, მიიღო ეგრევე ფული, რომ არ შეწყდეს მის საქმიანობა. სახელმწიფომ ნახეთ რა ხდებოდა წინა წლების მაყურებელი გაიხსენებს წინა წლებში რამდენჯერ გაჟღერებულა ის რომ მოხდა წყალდიდობა მოხდა სხვადასხვა სტიქიური უბედურებები და ის ეთყვა ეს და დაიკარგა მოსავალი მერე გამოდის ის ხალხი ის შინამეურნეობა ის ფერმერი ის ბიზნესმენი მსხვილი ბიზნესი ნაკლებად გამოდიან ეს დაზარალებული პირები და სახელმწიფოს თხოვენ ანაზღაურებას მერე იწყება ბიუჯეტში თანხების ძებ ამ ყველაფერს ეხლა ეს პროექტი არ არის 100%-ით იდეალური და გამართული ეს წლების სამუშაოა, მაგრამ ამ ყველაფერს დაზღვევა ანაზღაურებს. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მორჩა იქ აღარ გჭირდება შენ სარეზერვო ფონდები და არ გჭირდება მიტინგი და იმ ხალხის განაცხენება. მორჩა მიდის ის სადაზღვევო კომპანია რამდენიც ეკუთვნის თუ საერთოდ ეკუთვნის რა რისკიც იყო დაზღვეული იქიდან გამომდინარე გამოწვეულ ზარალს უხდის გამარტივდა სისტემა, შემცირდა რისკები, გაიზარდა ქვეყნის კეთილდღეობა, განდირდა ფერმერი, ნაკლებია ამ სიმდიდრის დაკარგვის ალბათობა, უნიშნელოვანესია რომ შევაჯამო ეს საქართველოსთვის. ბატონო გიორგი, თანხებში თუ არის ლიმიტები? ლიმიტები არის დაწესებული, სახელმწიფო უსასრულოდ არაფინანსებს სადაზღვევო პრემიებს. ეს არის არა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმ ერთ კლიენტზე 30000 ლარს დაფარავს, მაქსიმუმს ვამბობ, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის ეს ზედაზღვარია 50000 ლარი, ვიცით რომ მიმდინარეობს ხო პროგრამები, რომ
კოოპერატივების თემამ წამოიწიოს და გაერთიანდნენ წვრილ-წვრილი ფერმერები, თავის ზალები შეაჯერონ ერთმანეთთან და მიიღონ ის ეფექტი, როცა ცალ-ცალკე ადამიანი ვერ მიაღწევდა, ხო, გაერთიანების შედეგად ეს კოოპერატივის ერთ-ერთი არსი ეს არის და დაზღვევაში ეს მომენტიც არის გათვალისწინებული. თითო ფერმერზე 30,000 ლარამდეა შეზღუდვა, ხოლო თითო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე 50,000 ლარია მაქსიმალური ზღვარი. ბატონო გიორგი, ბოლო რჩევა რომ მიცეთ, რა რჩევები გექნებათ ფერმერებისთვის? კი ბატონო, ფერმერებისთვის ჯერ ერთი ესეთი ხელმისაწვდომი ფერმერებისთვის დაზღვევა არ ყოფილა შესაბამისად ადგენენ და ისარგებლონ ამითი ის ფერმერი, რომელსაც მოყავს ისეთი კულტურა, ისეთ ადგილას, რომელსაც არც სეტყვა ემუქრება, არც ქარიშხალი, არც საშემოდგომო ყინვა და არც უხვინალექი, ეხლა იმას დაზღვევა არც ჭირდება სიტყვაზე, დაბალია რისკები ან საერთოდ არ არის მისთვის რისკები, მაგრამ თუ კი შარშან დაკარგე მოსავალი, შარშან წინ დაკარგე, 5 წლის წინ დაკარგე მოსავალი და ყოველთვის დგებით სულ მდგომარეობაში, ადექი და მიდი და დაეზღვიე, დღეს არის ხელმისაწვდომი, დაუკავშირდნენ აი იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ჩამოთვალე, დაუკავშირდნენ ამ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს ან დარეკონ იმ სააგენტოს წეღარო თქვი ნომერი იმ ცხელ ხაზზე და გაარკვიონ სად შეიძლება ოფისში მისვლა ან სადაზღვევო აგენტის გამოძახება და სახელმწიფო ლომის წილს აფინანსებს ამ რისკების დაზღვევის ფასისა და ისარგებლონ ამითი უფრო მეტად გარანტირებული იქნება ეს რომ ერთი სეტყვის გამო არ გაუოხრდება მას მოსავალი წავიდეს და დაეზღვიოს ისარგებლოს დღეს არსებული მართლა რეალური შანსი თავისი რისკების შემცირებისთვის. ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა მექნება. სახელმწიფოს რას ურჩევდეთ პროგრამის განვითარებისთვის? სახელმწიფომ ჯერ ერთი კარგად უნდა შეაჯამოს ამ სექტემბრიდან გასული პერიოდი, მაგრამ უფრო 6 თვის 1 წლის მერე მოხდება ეს შეჯამება, უნდა ნახოს პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიებსა და დასაზღვევ პირებს შორის ხომ არ იყო დაზღვეულებს შორის ხომ არ იყო კომუნიკაციებში პრობლემები, რაღაც პირობა ვერ გაიგო, რაღაც ზარალის განაცხადი გვიან დაფიქსირდა, რაიმე ტექნიკური ხარვეზები ხომ არ იყო, ტარიფები რამდენად ზუსტად იყო ამ დაზღვევაში გათვლილი, ეს სტატისტიკის ამბავია და 1 წელი მაინც ჭირდება ამ მონაცემები რომ გაანალიზდეს და საქართველოსთვის თუ არ იყო რომელიღაცა კომპონენტი აქტუალური ის რატომ უნდა იჯდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და თუ რაიმე აკლდად დავუშვათ იგივე მეცხოველეობის თემა არის თუ არა პერსპექტივა იმისი რომ ჩაჯდეს თქვათ მეცხოველეობაც ამ დაზღვევაში. კარგი ანალიზი და კარგი ამ ანალიზიდან გამომდინარე შედეგების განხორციელება. კონკრეტიკისგან ცოტა თავს შევიკავებ, ეს მართლა იმ სტატისტიკის გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს სახელმწიფო. ბატონო გიორგი, დიდ მადლობას მოგიხდით მოგზაურობისთვის. ეთერში იყო გადაცემა თანამედროვე მეურნე, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი გიგოლაშვილი, პირველი საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.